რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობა დაწესებულების ხელმძღვანელმა შეაჯამა. სასაბაშახმაძემ რელიგიურ გაერთიანებათა გონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობა, ღია ფორმატის ინტერრელიგიური სათათბირო შექმნა, პუბლიკაცია და სერია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. სააგენტოს ორგანიზებით თბილისში ღვინისა და მეტეხის აღმართებს შორის მდებარე სკვერს ტოლერანტობის სკვერი ეწოდა. ინიციატივა დედაქალაქის მრავალფეროვანი რელიგიური გარემოს შესატყვისი სიმბოლური სივრცის მოწყობას გულისხმობდა. გასულ წელს თანამშრომლობის მემორანდუმი 11 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმდა. დოკუმენტი ერთობლივ სამეცნიერო და კვლევითი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე ზაზა ვაშაყბაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. 2016 წელს საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის პროექტის განხორციელება იგეგმება. ღონისძიებას წმინდა სინოდის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მიმაჩნია, რომ ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო გამოირჩევა სხვადასხვა რელიგიური კონფესიების მიმართ შემწყნარებლობით და ეს ძალიან დასაფასებელია. როდესაც თქვენს ქვეყანაში ჩამოვედი, ვესტუმრე მეტეხის ეკლესიას და მის მიმდებარე ტერიტორიას. დავინახე, როგორც ეკლესიები, ასევე მეჩეთიც და გავიფიქრე, ეს არის საქართველო.